ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას. წინა გადაცემაში ვამბობდით, რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართლის რეფორმატორ მეფეს ვახტანგ მე-6-ს ფუნდამენტური ცვლილებები ჰქონდა ჩაფიქრებული. უნდა ივერია განვითარებული, განათლებული და გაერთიანებული ენახა. მაგრამ ჩარხი უკუღმა დაბრუნდა და საკუთარი სამეფოს დაქცევის მხილველი შეიქნა. ჩვენი ისტორიის ეს საბედისწერო მომენტი აღწერილი აქვს დავით გურამიშვილს, მაგრამ ვიდრე ისტორიულ ბატალიებს აღწერდეთ, მინდა ვისაუბროთ თვითონ ამ დიდ შემოქმედზე. ის არის ერთგვარი მიჯნა, გარდამავალი ეპოქა. ამ წლის სულიერი მდგომარეობა არის მისივე ეპოქის ქართული ცნობიერების ერთგვარი მოდელი, ყოფიერების ასახვა. დავით გურამიშვილი ევროპულად მოაზროვნე შემოქმედია, ანუ თუ კი მაგალითად სულხან საბას აქვს კონკრეტული მიზეზი, რისთვისაც ის ირჩევს ევროპას. გურამიშვილი პოლიტიკური ორიენტაციის გამო კი არ არის ევროპელი, ის აზროვნებს ევროპულად. მისი არსება მთლიანად ევროპულ თარგზეა მოჭრილი, რომლის უმთავრესი ნიშანიც არის გაორება. ეს გაორება წინააღმდეგობრიობაში არ უნდა აურიოთ. გაორებული სულისპირულნება, რაც იმეჭვის მიზეზია ევროპელებმა რომ შემოიტანეს საქართველოში. მისი მთავარი იარაღიც სიმართლის თქმა, მაგრამ ამ სიმართლეს მასთან უკვე კრიტიკის სახე აქვს მიღებული, რასაც განსხვავებული ფილოსოფია კვებავს. მისი კრიტიკა ვახტანგ მე-6-ს წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ამ მეფის შეცდომას, მის მარცხს, რომელზეც პირადად აიღო მეფემ პასუხისმგებლობა და ეს კარგად ჩანს გურამიშვილის ნაწარმოებში, ქვეყნის ნგრევა მოყვა შედეგად. გულგრილი ვერც დარჩებოდა ყოველივე იმის მიმართ, რაც ნახა ის პრაქტიკულად აპოკალიფსს ხატავს. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში პარალიზებულია მმართველობა, გამეფებულია სამარისებური სიჩუმე, სრული უძრაობა. გზებზე უცნაური მიმოსვლა არის გამოდმებული სირბილი ვიღაც ისასთან. ესავის მომასწავებელი სიჩუმეა, ქვეყანა მოუწევს დაუმორჩილებლობას, ერი აღარ იხდის ხარაჯას, დაეცა ეკონომიკა, დრო წახდა CEF-ისა. არეულობაში მონაწილეობს ყველას პაჯარით დაწყებული, ხუცესბერებით დამთავრებული, ყველას მეფობა უნდა, ყველას ამათ პოეტი ვახტანგ მე-6-ს ენით ასე მიმართავს რჯულთა წარმყნელნო ახალისა და ძველისაო და ყოველივე ამაში საფუძვლის მოსპობის გარდუვალობას ხედავს, თქვენც აიხილეთ ამიერ მოსპოლვა საფუძვლისაო. და ასეც მოხდა, ბოლო ღმერთს მოეხსენა ქართველების ცოდვების შესახებ, რამაც ისე განარისხა საწუთროს ღმერთთა მხოცველი, რომ ცარისხვით შუა განიპოდა და იწყო. არ არის ქვეყნად უბედურება გურამიშვილს, რომ ჩამოთვლილი არ ქონდეს. მეხი დაეცა ქართულ მიწას, შეიმუცრა ძალი პურისა, აღარვენ იყვის ღვინით ამავსებელი ჭურისა, გავერანდა ყანები, შეწყდა ხვნათესვა, გვალმან გადაწვა მინდვრები და ხილის ბაღები. ადამიანები ისე დაუძლურდნენ, ნადირსაც კი ვეღარ უკლავდებოდნენ. გლები შეესივნენ სოფლებს, მკვდრები მოთხარეს საფლავებიდან და მოსახლეობასაც მუსრი გაავლეს. ამის გამო გაჩნდა 1000 სენი, რომელმაც ხოცა კაცნი და პირუტყვნი, ცხვარნი, ძროხა და ცხენები. მერე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აღიძრა მტერი და ღმერთმა მართლაც მტერს ამოულინოს, რაც ქართლს უყვეს ანკახეთსა. თურქის, პარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეს, ღლიღვი, დიდოქისტი. სრულად ქართლის მტენი იყვნენ, ყველა მწაქრად თითო ქიშტიო. მერე შინააშლილობის ჯერი დადგაცმები ერთმანეთს დაერივნენ ხიშტებით, ბოლოს ისე დაიღალნენ და დაუძლურდნენ, ხმლის აწევის ძალა აღარ შერჩათ, ქართკახეთი კი დარჩა თურქთა ლეკთა დიდოს. ძნელია ყოველივე ამის მხილველმა წონასწორობა შეინარჩუნოს, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს მომხდარზე, ხან ერს დააბრალა საფუძვლის მოსპობა, ხან ღმერთს მრისხანება, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავე მაინც ვახტანგ მე-6-ზე გამოიყვანა, ანუ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პირი. ორი უფალი მყავს, ერთი ჯვარზევნო, მეორე კი ქართველთა მეფეთ მჯდარიაო, ასე ამბობს და ამ ორში ერთ-ერთი უნდა გაწიროს. არჯერა რომ ასეთი პარანოია შეიძლება ახასიათებდეს მას, ვინც მიწა კაცად შეზილა და მერე მისთვის ჯვარზევნო. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ადამიანის ხელი ურევია და გურამიშვილმა იცის მისი ვინაობა. ერთოდ გურამიშვილი გავდა ვახტანგ მე-6-ს, ეს მისმა ცხოვრებამაც აჩვენა. ახალგაზრდობაში ის სავსე იყო ოპტიმიზმით და შემართებით. რაც საკუთარი თავისადმი გნებავთ ნიჭისადმი დიდ რწმენაში გამოიხატებოდა.
ქვეყნიერების გასწორებაზე ფიქრობდა. მაგრამ ეს გახლდათ რწმენა, რომელიც ვახტანგის სამეფოსთან ერთად დაიმსხრა. ამან პოეტს არსებულისადმი პატივისცემა დააკარგვინა. იმედგაცრუებული დარჩა და გარშემოყოფთა მიმართ ნდობა დაკარგა. ყველა სადანაშაულებს ამ კატასტროფაში ერსაც, ბერსაც, მეფესაც, როგორც ვთქვით, თუმცა ამის თქმა არ არის იოლი. ორი რამ აშინებს სიმართლის თქმისთვის საჭირო ცოდნის უკმარისობა და ერის რეაქცია ამ სიმართლეზე. ცოდნის უკმარისობას აბრალებს დამნეულობას. გაორებულია მთლიანად ევროპული ეჭვითაა გაშენთილი. მას ძალიან ემჩნევა ვახტანგ მე-6 საგანმანათლებლო რეფორმის კვალი. ევროპულმა განათლებამ კი როგორც წესი დიდი სულიერი კრიზისი გააჩინა. ინტელექტუალური გაორება ხომ ამაზრონების მუდმივი თამდევია. ანუ ის, რაც მართლმადიდებელს ტრადიციულად ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არ აწუხებდა, წინააღმდეგობას და გაურკვევლობას ის უყურებდა პოეტურად, ხუმრობაში გადაყავდა პრობლემა. ახლა აწუხებს, მეტიც სულიერ კრიზისში აგდებს. სწავლის მიზანი საკუთარი თავის შეცნობაა. მაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდა მოსულა, სად არის წავასადაო, ანუ სუსტი ცოდნა ჭირდება დასაბუთებული პასუხები ამ კითხვებზე. ამ ცოდნის ფლობა ნიშნავს საკუთარი დანიშნულების პოვნას. მისი მოთხოვნილებაც ასევე ევროპულმა ინტელექტმა წარმოშვა. რა არის დავით გურამიშვილის დანიშნულება? ეს დანგრეული ივერის ხელახლა აშენება და ეს უნდა გააკეთოს მომავალი თაობის ხელით. ის შენების მასწავლებელია. სიკვდილივით განიცდის მემკვიდრის არყოლას მესაწვდ, რომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კომბლად ვასიამოს, საკუთარი კალამია მის ერთადერთი მემკვიდრე. თუ არ შევკრებ და არ უძღვნი, ყრმადია ვარდის კონებსა, ცოცხალიც არ ვის ვახსოვ ვარ, კუდარს ვიღან მომიგონებსაო. ხოლო რით უნდა დაიწყოს შენება, რა უნდა უთხრას მომავალ თაობას, რა უნდა ასალოს, რა თქმა უნდა სიმართლე. სიმართლის თქმა და შენება ერთი და იგივეა. სიმართლის თქმის გარეშე დანგრეული სამყარო, დანგრეული ვერი არ აშენდება. ღმერთს ემუდარება შენ მიმახვდინე წადილსა, არ მაქონდეს ცუდად ცდომანიო და იწყებს შენებას, პრაქტიკულად ბრმად, მაგრამ მართალი გულით. რადგან იცის ეს კატასტროფა ზუსტად სიყალბეში, მლიქვნელობაში და ილუზიებში ცხოვრებამ გამოიწვია. წესია საშენთა აღმშენთა პირველ საფუძვლის დადებაო ამბობს. გასაგებია რომ პირველი ქვა დასადებია სამყაროს სასაშენებლად, მაგრამ ამ ეპოქაში უკვე ამის გაკეთება ადვილი არ არის. ყარი ადგილი სამყაროში დიდი ხანი აღარ მოიძებნება. ღმერთმა რომ შეზილა მტვრისგან ეს კი იცის, ამბობს კიდეც საფუძველი არის ყოველთა დაუსაბამო პირველიო, დებს ქვა სარწმუნოებაზე, მაგრამ ეს არ კმარა ეჭვი ამით არ ქრება. მალე აღმოაჩენს რომ ეს ქვა ისევ ხელში უჭირავს და უფრო დამძიმებულია. ამას არც მალავს ის სიმართლის თქმას ზუსტად საკუთარი თავიდან იწყებს. როგორ უნდა თქვას სიმართლე, როცა ავისა და კარგის გარჩევა უჭირს. თავისი პირით ამბობს, ჩემი სუცებით შავატყევ, ბრიყვთათვის რა შემიტყვია, ავი და კარგი გარჩევით ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია, მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია, გავს უხორთო მოსპილო, საჭკვიანი კაცი ბრიყვიაო. ამ დაბნეულობის საკითხის გადაჭრას საბოლოოდ ახერხებს გულწრფელობით. არ არის კმაყოფილი საკუთარი ცოდნის ხარისხით, მაგრამ ეს ხომ ბრძენთათვისებაა ზოგადად, რაზეც აღჭვრედნენ საწუთროს ბრძენდბედი არ მოსწონდაო ამბობს. ზნეობაც ამ გულწრფელობაშია, ერი ბაძავს ბრძენს, ამიტომ ის ზნეობით სავსე უნდა იყოს, ბრძენის ურიგო ქცევით და ბაძით წახდება ერია. კრიტიკაც მისთვის ნეობრივი საკითხია. იტყვის სიმართლეს გულწრფელად და რაც არ უნდა გამოვიდეს აქედან, ერთი რამ ზუსტად ეცოდინება, რასაც ფიქრობდა, იმის თქმა შეძლო. პირდაპირ მიუთითა ყველა სიგლახე. სხვაგვარად არ შეუძლია, რადგან ყველაფერი ქრება, რაც უყვარს ის თუ არა ჩვენა, რაც ძულს. ასე ამბობს, აწრო მაღვი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო,ავს თუ ავი არ უწოდო, კარგ სახელად რა დავარქო. მაგრამ ხოლო ცოდნის და ზნეობის საკითხების გადაჭრაც არაა საკმარის იმისათვის, რომ სიმართლე ითქვას. ამას თავისუფლება ჭირდება. გურამიშვილის სწავლული თავისუფალი კაცია. ბრძენს აქვს თავისუფლება სოფელში ყოფნანებითაო, ასე ამბობს. ეს ძიებაც მასთან უპირველესად გულისხმობს თავისუფალ აზროვნებას, რადგან ყველაფრის ასწნას, ყველა სივრცეზე თავისუფალი წვდომა ჭირდება. ამ საკითხში შეზღუდვა დაუშვებელია. ასეთი შეუზღუდავის საგანმანათლებლო სივრცე კი შესაბამის პოლიტიკურ გარემოს ითხოვს და გურამიშვილი ამ საკითხში ნამდვილი რევოლუციონერია, რადგან როგორც ვთქვით, ის მარტო სიმართლეს კი არ ამბობს, ის აკრიტიკებს. მაგალითად, სულხან საბაც ამბობდა სიმართლეს, მაგრამ მისი სიმართლე იგავურია, ნახევრად სიმართლეა, მინიშნებაა სიმართლეზე. სიბრძნეს სიცრუისაში ის ასეთ რამეს ამბობს: მეფისათან ამ ყოფსა კაცსა ხუთნი ძნენი საქმენი უნდა სჭირდეს. ერთი რომ მეორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომ 100-ის თვალისაგან უმეტეს ხედვიდეს,
ანუ ყველაფერს უნდა ხედავდეს და იცოდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბერმესი იყოს, ვითომ არაფერი დაუნახავს და არაფერი იცის. მეორე აგრევ ცალი ყური ასვინოს და ერთი დაიყრუოს. მესამე გული ფუნდუკისაგან უდიდესი გქონდეს, რაც ყურიდან შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს. მეოთხე, რომელიც არ ვარგიყოს გაგონილი არ თქვას და რომელიც კარგი და ჭკუად საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვასო. გურამიშვილს კი ამ თამაშებისთვის აღარ ცალია, ისევ სულხან საბას თუ დავესესხებით ბულბულის უტკბესი ენით ტყუვილთა შემომსჭევრებისთვის აღარ ცხელა. იგავური მინიშნებები პრობლემაზე სასაცილო ცოტა ამორალური ხდება, რასაც ხედავს იმაზე თვალის დახუჭვა რისხვის თავიდან აცილების მიზნით ბოროტებაზე თვალის დახუჭვად მიაჩნია. აქ პირდაპირ უნდა ითქვა სათქმელი პირში მიხლით. ის კატეგორიულად ყოფს სიბრძნეს სიცრუისაგან, აღარ ხუჭავს არც ერთ თვალს სინამდვილეზე და ეს ევროპული კრიტიკა უკვე ამბობს კიდეც პირდაპირ პატიოსნოდ. მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არ აგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად. საერთოდ პლატონური განათლებული მეფე იგივე ტირანია. ეს შეფარვითი სიმართლე, რაც ხშირად მგვიქვლელობაში გადადის, იმიტომ გჭირდება მეფის რისხვა რომ არ დაგატყდეს თავს. ტირანიის პირობებში სიმართლის თქმა თავის გაწირვას ნიშნავს. რასაც არ უნდა შეუშინდე, ამიტომაც უნდა იყოს ბრძენი თავისუფალი, რასაც მყარი სოციალური გარანტიები ჭირდება. ამიტომ სწავლა, რასაც დავით გურამიშვილი ნათლის ჩენას უწოდებს, მარტო ზოგადადამიანური დანიშნულების მომცემი ძლა კი არ არის, ცხოვრებაში გამოსადეგი საქმიანობაცაა. ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისგან განუყოფელია. აქედან იშლება ბრძენის სწავლების სოციალური ხასიათიც. ანუ საკუთარი ცოდნით მან პური უნდა ჭამოს, შემოსავლიანი უნდა იყოს, რომ ეს თავისუფლება შეინარჩუნოს. ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხტარვის მოექნებისაო, ამბობს. ესე იგი, ადამიანმა თავისუფლება უნდა გაიმყაროს რაიმე საქმიანობის დაუფლებით და ამ საქმიანობის სრულყოფით. მან პროფესია უნდა გაიხადოს პიროვნული ღირსებების გამომხატველ ნიჭად. მთელი ცხოვრება ამ საქმეს უნდა დაუთმოს, უნდა გახდეს თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი და მიყვეს ბოლომდე. არჩევანი დიდია, მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინამხმელია, მოლაშქრე, ვაჭარ-ხუცესი, ოსტატი, ბრძენმეტყველია, 10 საო თვითონ მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია, რომელიც გინდა იქონე ერთ-ერთს მოკიდე ხელია. ამას ასწავლის ბრძენი და ეს შეხედულებები, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ გარემოზეა გათვლილი. სოციალურად მყარად დგომა ფეხზე და ამასთან ერთად პოლიტიკური მხარდაჭერაც თავისუფალი ადამიანის იგივე ბრძენის არსების განუყოფელი ნაწილებია. გურამიშვილის დროს კი ეს გარანტიები არ არსებობდა. ის მონარქის კარზე ცხოვრობდა, მის კმაყოფაზე იყო და მთელი საზოგადოებრივი ცნობიერებაც ამ მეფის არეში ყოფნაზე იყო იმ დროს მორგებული. კრიტიკას კი ჭირდება ძლიერი მოქალაქე, თავისუფალი ადამიანი, გარკვეული უფლებებით, უსამართლოდ რომ ხმა ვერავინ გასცეს თუ არა და თავი უნდა გაწიროს. გურამიშვილს არც თავისუფლება აქვს და არც სამართალია მის მხარეზე. მართალია შორსაა, უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი, მაგრამ მაინც ეშინია ერის რისხვის. არ უნდა ყველამ მტრად მოიკიდოს, ყველამ შეიძულოს და ზურგი აქციოს საკუთარ სამშობლოში. მართალი ვთქვა მეშინიან, ვათუ გახვდე დასაკარგიო. ამას იმიტომ ამბობს, რომ მის ეპოქაში კრიტიკა ღალატად აღიქმებოდა მარტივი წესის გამო. საერთოდ დააკვირდით ამ მოდელს. ჭეშმარიტი ქრისტიანი სწორ გზას ადგას, როდესაც ლოცულობს, რადგან წამს ლოცვა შედეგს გამოიღებს. ბუნებრივია, ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ყველაფერი კარგადაა, ბოლო კეთილი იქნება. მართალია თვითონ ვერ ხედავს ბოლოს, რეალობა კი მძიმეა, მაგრამ ისევ ლოცვა უნდა გააძლიეროს, არ უნდა მიაქციოს ყურადღება რეალობას. არავითარ შემთხვევაში ეშმაკმა არ უნდა აცდუნოს და ეჭვია შეიტანოს ღვთის სამართლიანობაში. შესაბამისად, ხალხიც არ უნდა დააეჭვას ჭეშმარიტებაში, პირიქით იმედი უნდა ჩაუნერგოს, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა, როგორიც არის ღვთის ნება და ასე შემდეგ. მართალია ამ დამოკიდებულება მუზარმაზარი როლი ითამაშა ქართველთა ცხოვრებაში, განსაკუთრებით დიდი გაჭირვებების ჟამს, მაგრამ ახლა უკვე ბოლო დამდგარია. დავით გურამიშვილი უკვე ხედავს საქმის ბოლოს. სხვათა შორის დონ კიხოტში სერვანტესი გენიალურად აშარჟებს ამ ასე ვთქვათ იეზუიტურ რწმენას. ამასთან დაკავშირებით ერთი ძალიან სასაცილო ამბავი უნდა მოყვე მოგეწონებათ. მოკლედ ერთხელ დონ კიხოტი და სანჩო პანსა ერთ პატარა მდინარეს მიადგნენ. გრძელი უინტერესო მგზავრობისაგან მოიწყინა ლამანჩენმა. ერთი პატარა დრაკონიც არ შეხვედრია გზაზე და ამ დროს ხედავს ნაპირზე ნავი ტივტივებს მაცდურად.
ეგრევე იფეთქა რომანტიკამ. ეს პატარა ნავი უშველებელ კარაველად მოეჩვენა, მიაბა ხეზე თავისი როსინანტი, შედგა ამ ნავის კიჩოზე კოლუმბივით და სანჩოს აფრევის აშვება უბრძანა. გაემართნენ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ და ინდოეთის დასალაშქრავად სანჩო წუწუნებს. არა ბატონო, ეს კარაველა კი არა, ერთი ძველი, ძეგახრეტილი ნავია, მეორე ნაპირზე ვერ გაგვიყვანს. ინდოეთამდე როგორ მივაღწევთო, მაგრამ ვინ უსმენს? ლამანჩელის წინ სოფლიო ოკეანის უდიადესი ლანდშაფტია გაშლილი. გაცურე სულ რაღაც 2 მეტრი და ჩვენი მწუხარე სახის რაინდით ძალიან ღრმად შეიჭრა როლებში. მას უკვე გონია რომ ეკვატორს უახლოვდება. მოემზადე სანჩო, შეძახამან, ჩვენ მივახციეთ ეკვატორს. არა ბატონო, რა დროს ეკვატორია, ჯერ ნაპირს არ გავცილები ვართ, შეწყვეტა სანჩო. რას ამბობ ბრიყო, ჩვენ სადაცაა გადავკვეთავთ ეკვატორს. არ ისლის თავისას ლამანჩელი. არა ბატონო, არა მიიხედეთ უკან აგერაა, ჩემი ვირი ხეზე მიბულიო, თავში იცემს ხელებს სანჩო. დიდი საქმეების კეთების სურვილი ჩაპყრობილმა გმირმა ოდნა მოაბრუნა მზერა. კიმოკრათვალი სანჩოს ვირს და როსინანს უდარდელად რო ცოხნიდა ბალახს, მაგრამ არ დაიჯერა, რაინც რომ განუწყვეტლე უქმნიან სამყაროს ბნელი ძალების სირთულეებს უგზავნიან მოჩვენებებს, რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაახვევინონ და დიადი ჩანაფიქრია მოუდონ თავიდან. არა, ამის დაჯერება შეუძლებელია ლამანჩელი მაღლა დგას ყოველგვარ ადამიანურ ეჭვზე. ამიტომ ამისათვის უეჭველ მეცნიერულ საბუთს ითხოვს, რომ უკვე ეკვატორთან არ იმყოფება. და რა არის ბოლო-ბოლო ეს დასაწვავი მეცნიერული საბუთი? წუ სანჩო, მეტი რა საბუთი გინდა აგერაბია, ჩემი ვირი. თურმე ნუ იტყვით და როდესაც ეკვატორს უახლოვდები, ერთიანად წყდებიან ტილები. ეკვატორზე ტილები და სხვა სახის მავნე მწერები ვერ ცოცხლობენ და ეს მტკიცე მეცნიერული საბუთია დონ კიხოტისთვის. აბა ჩაიყავი სანჩონი მხავში ხელი ეუნება ლამანჩელი თავდაჯერებულად და საკუთარი თვალით ნახე თუ არ არიან ტილები დაწყვეტილებიო და მართლაც ჩაიყობს სანჩონი მხავში ხელს მთელ მუჭა ცოცხალ ტილს ამოიღებს და დაანახებს ჩვენ რაინც ამუეჭველ მეცნიერულ საბუთს. აი ბატონო, თუ არ გჯერათ რომ ეკვატორისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსა ვართ. მართალია სერვანტესის კალამი მწარია, ისიც აშიშვლებს რეალობას, მაგრამ გურამიშვილის პირდაპირობა შეულამაზებელი სიმართლე, რომელშიც ხუმრობის ნასახიც არაა, მაინც ლახვარი ვითესობა მსმენელს გულზე. ზუსტად ამ რეალიზმის გამო კრიტიკა ბოროტება და ღალატად აღიქმებოდა ანტონ კათალიკოსიც ვახუშტის ღალატში ადანაშაულებს მისი რეალიზმის გამო. ვახტანგ მე-6 მოღალატედ თulis იმას, ვინც არ ეპირფერება და თავს არ უქნევს. დავით გურამიშვილი ამბობს მასზე, ვინც არ ემოწმის, მასზე და ერთგულად არ უყუროდაო, ვინც მისას არ იზიარებდა მოღალატედ მიაჩნდა. თვითონ გურამიშვილზეც მოქმედებს ეს, ისიც ამ ქვეყნის შვილი იყო. ამ საკითხშიც ეჭვიანობს, ვაი თუ ცდება, ვაი თუ მართლა ბოროტ ჩადის. ბოლომდე არ არის დარწმუნებული რომ კარგად იქცევა. არ იცის როგორ შეფასდება მისი ამ ქვეყნიური ღვაწლი, როგორ შეხედავს მის სიმართლეს ხალხი და სად მიუჩენს მას ადგილს ზუსტად მისი კრიტიკის გამო, რომლის პოზიტიურ მნიშვნელობას იმ დროს ვერავინ ხედავდა. მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ქვეყანა ხელთავიდანაა საშენებელი, კრიტიკა კი ზუსტად წინსვლის მეთოდია, ის პროგრესის მაცნია. გურამიშვილთანაც ბრძენი, სადაც ცხოვრობს იმ გარემოს სამოთხედ გადაქცევას ლამობს. ქართული კულტურული მართლმადიდებლობა კი პირიქით თვითონ ცხოვრებაში ეძებს სამოთხეს. რაც გააქვს ის უნდა დააფასო უპირველესად, ამიტომ ის არ პროგრესირებს. სხვათა შორის ესაა მთავარი მიზეზი ქართული მენტალური შემგუებლობისა, როდესაც ის გამუდმებით უარესის მოლოდინშია. ნახევრად მშიერია, მაგრამ მაინც ასე იტყვის, ისიც არ დავკარგო, რაც მაქვს. გურამიშვილი კი ზუსტად პროგრესს ელაპარაკოს, მას არ აკმაყოფილებს ეს ნახევრად მშიერი კუჭი. ის ყოველთვის ნაკლს ეძებს, სისუსტეს და უკმაყოფილებლობას, რომ დაძლიოს ის და უკეთესი გახადოს ცხოვრება. პროგრესის გავლენაც ქართულ ცნობიერებაზე ამით აიხსნება. გურამიშვილის ეპოქის ქართველი არ იყო განებივრებული იმის განცდით, რომ ცხოვრება წინ მიდის. ივერიული რწმენა პირიქით კარგის პოვნაზე დადებიცე იყო ორიენტირებული და იმას, რომ მუდამ კარგზე საუბარი ხშირად მლიქნელურ ქებაში გადადიოდა, მიღებული ამბავი იყო. ამიტომ იყო ასე უცხო მათთვის კრიტიკა. კინოულად იღებდნენ ქართველები ნაკლზე მითითებას. ამიტომ საკუთარ თავში სიმართლის თქმის ზალის პოვნა არ იყო იოლი საქმე. დღეს ამით დავასრულოთ. დავით გურამიშვილის მიერ აღწერილი ჩვენი ქვეყნის და კერძოდ მესამე ივერიის ამ საბედისწერო მომენტზე საუბარს მომდევნო გადაცემაში გავაგრძელებთ. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული.
ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.